მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ რა გააცნობიერა მან დღეს შენზე, ხო? ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის, რომ თქვენ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი გაშლა და მე უკვე ვნახოთ კითხვები დავუსვათ, ხო? ტაროს და გავიგოთ, ეხლა რა გააცნობიერა, ვისთვის იქნება გაშლა დღევანდელი? ანუ თქვენ შორის ეხლა რა სიტუაცია? ვნახოთ. აჰა, თქვენთან სხვადასხვის ეხლა არის როგორი სიტუაცია? აქ რაღაცა მართლა ბედის ბორბალი ბედი არის ჩართული სხვადასხვის და რაღაცა უნდა თქვენ თვითონ ნახეთ. როცა მაღალი არკანები გამოდის, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება და რადგან ეხლა ქალებს მით უფრო ინტუიცია აქვს ძალიან განვითარებული, თქვენ თვითონ უნდა გრძნობდეთ, რომ რაღაცა იცვლება. შეიძლება თქვენ იყავით პაუზაში, შეიძლება თქვენ იყავით მანძილზე, ხო? მაგრამ ეხლა თქვენ თვითონ უნდა გრძნობდეთ, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს და ეს პაუზა უნდა დასრულდეს და პრინციპში ეს ადამიანი უნდა გამოჩნდეს. იმიტომ რომ მას ქონდა დრო იმისათვის, რომ რაღაცაზე ეფიქრათ, თუნდაც შეიძლება თქვენს უკვე ურთიერთობის განვითარებაზე, როგორ განვითარდება ჩვენი სიტუაცია. ამიტომ როცა პაუზები გაქვთ, გეშინიათ ხოლმე, ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ სულ ყველა რისთვის მოსულები, უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სული აქ ვითარდება. ამიტომ როცა არის სიტუაცია, როცა გვეძლება თქვათ ურთიერთობაში რამე პაუზები, ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ გლობალურად რაღაცა გავიგოთ. ანუ რაღაცა გაკვეთილებს გავდივართ და ამისათვის გვეძლება ეს პაუზები, მანძილი, ეს სულ ყველაფერი და ამიტომ ეს უნდა მიიღოთ ნორმალურად, არ ნერვიულოდ. აი ნახეთ ახლა, აქ შეიძლება ზოგს ქონდა გულის ტკენა, შეიძლება იყო წასვლა, შეიძლება იყო ბევრი რაღაცები, მაგრამ აქ თითქოს ბედი იცვლება, ანუ სიტუაცია იცვლება, ის დაძაბულობა იცვლება. იმიტომ რომ თქვენ აი აქ რაღაცა ძალიან ძლიერ გაკვეთილს გადიოდეთ რა შემიძლია გითხრათ და არ იყო ეს ადვილი სიტუაცია, მაგრამ პრინციპში თქვენ აქ ბევრი რაღაცაც უნდა გაგეგოთ. ამ შეიძლება ისიც უნდა გაგეგოთ, რომ აი თქვათ, ან თქვენ რომ რამდენად ძვირფასი არის ჩემთვის ეს ადამიანი, ან მასაც უნდა გაიგო, კი ბატონო, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხართ თქვენ და თქვენი გაშვება ნამდვილად მაგას არ უნდა. ამიტომ მე აქ ვხედავ, რომ თითქოს აი ეს შეგრძნება უნდა გქონდეთ, მე ვიცი რომ დაბრუნდება, მე ვიცი რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობაში. ხო და თუ იგრძენით ეს, მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ, აბა მაშინ რა გაიგო მაგან, ხო? რა გააცნობიერა მან დღეს შენზე გონებრივ დონეზე. ანუ ხო კაცი ხო გონება არის უფრო რა, იმიტომ რომ გრძნობები უფრო ქალის არის და ამიტომ კაცი არის უფრო გონება. ფიქრობს, უფიქრობს, ხო, რაღაცებს ფიქრობს. ვნახოთ, აბა პირველი კითხვა ეს იქნება. ვნახოთ ახლა რა აღმოჩნდა მისთვის მოულოდნელი ან ახალი შენში. შეიძლება შენ სხვანაირად მოიქეცი დაუშვოთ, ხო? ან მოულოდნელი, ანუ არ ველოდებოდი მისგან ამას და აი თქვათ ეს მოხდა. მისთვის რა იყო მოულოდნელი, ეს ვნახოთ. ვნახოთ ახლა, ანუ რას მიხვდა ის შენს მნიშვნელობაზე, ანუ მის ცხოვრებაში. ეგაც გავიგოთ. ისიც ვნახოთ, რომ რას უკვე ვერ აიგნორებს ეს ადამიანი შენში რა. ანუ ხო, აი ასე რომ ვთქვა. და ვნახოთ ახლა, ანუ როგორ იმოქმედებს ეს მისი გააზრება თქვენზე. ნახეთ, აქ ახალი გზა ხედავთ? ვნახოთ, ანუ დღეს რა გაიგო მაგან, ხო? რა გააცნო. ანუ ნახეთ ახლა რა გაიგო მაგ ადამიანს და რა გააცნობიერა, ის გაიგო, რომ უკვე ისე როგორც იყო ურთიერთობა არ შეიძლება რომ გაგრძელდეს თქვენ შორის. სხვადასხვის იქაც რომ გავაკეთე გუშინ რაღაც მაგდაგვარი გაშლა, გრძელი რო გვაქვს, გრძელი ვიდეოებიანი რო გვაქვს ჩვენ არხი, ხო? ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, თუ ვინმე არის, იქაც სხვადასხვის აბა გაიხსენეთ, ვინც უყურეთ, აბა დაწერეთ თუ უყურეთ, რომ ეგრე
პირველი არკანი გამოვიდა, იქაც აი ზუსტად მე-13 არკანი, ტრანსფორმაციას არკანი რა. იმიტომ რომ იმ ადამიანმა გაიგო რომ უკვე ანუ გონების დონეზე რომ უკვე არ შეუძლებელია უკვე განვითარება თქვენი ურთიერთობის ისე როგორც იყო. რაღაცა უნდა შეიცვალოს უიჭველი. აბა რა უნდა შეიცვალოს, ნახოთ რა მაგის გონებაში. აბა რა უნდა შეიცვალოს. იცით რა არის? აი აქ ადამიანი ხვდება იმას, სხვათა შორის ნახეთ რა ვაიმე ღმერთო მე-13 ხურავს. ანუ შეხედეთ აქ ადამიანმა სხვათა შორის მიხვდა იმას შენზე რომ მას არ შეუძლია შენი დაკარგვა. იმიტომ რომ შენ ხარ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ნამდვილად მან უკვე უნდა იმოქმედოს სხვანაირად. ანუ უკვე შენთან სხვათა შორის თუ დაუშვოთ იყო ფინანსური მდგომარეობა დაუშვოთ არ ქონდა, ნუ ან არ დებდა ფინანსებს სიტყვაზე, ეგაც მიხვდა მაგ ადამიანმა, რომ აღაც უნდა რაღაცა შეიცვალოს. პლუს კიდე ძალიან კარგად ხვდება ეს ადამიანი იმასაც, რომ შენთან უკვე მსუბუქი ურთიერთობა არ იქნება რა. ანუ უკვე არ არის, არ შეიძლება უკვე მოგექცეს ისინი, რომ შენ ძალიან ძვირფასი ხარ. შენი აი ახლა აქ გვაქვს ჩვენ კითხვა, რომ აი რამდენად ხარ მისთვის ძვირფასი, უკვე აქაც აჩვენებს რა. თითქოს შენი ფასი სხვანაირად დაინახა ამ ადამიანმა, მიხვდა რომ შენ ზიხარ მის გულში, სულში და აუცილებლად უნდა შეცვალოს მიდგომა და აუცილებლად უნდა კი, უკვე უნდა შეცვალოს და რაღაცა აი გულით არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა სხვათა შორის. აქ გაიგო მან შენი ფასი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიხვდა რომ შენ სხვანაირი ხარ მის გულში, სხვანაირად აი აღიქვავს შენ და უკვე სხვანაირად უნდა ვიმოქმედო და სხვათა შორის იმასაც აჩვენებს რომ ეს სიყვარული უნდა დავიცვა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მისი არჩევანი გამიგეთ და საერთოდ მამაკაცის არჩევანი ყოველთვის არის, როგორ იცით რომ ანუ არ უყვარს მამაკაცებს, როცა მის არჩევანს აკრიტიკებენ და ამიტომ ნუ აი ამას აჩვენებს რომ მე დავიცავ რა ჩემს არჩევანს რაც მე ვთქვი ხა შეიძლება რაღაცა სიტუაციები ისეთი იყო თქვათ ნუ არ შეიძლებოდა თქვენი ერთად ყოფნა ან რაღაცა ნუ აი ეხლა აქ ადამიანმა ესეთი არჩევანი გააკეთა. ნახოთ ეხლა აბა რა გახდა მისთვის აი ესეთი მოულოდნელი ან ახალი შენში. იცით რა არის? აი საერთოდ თქვენი გულრწმელობა შეიძლება თქვენი აი ნამდვილი სუფთა სიყვარული, ანუ ის რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აი უბრალოდ რა არის კიდე აი შეიძლება მოულოდნელია, ხო? აი ნახეთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც აჩვენებთ სუფთა სიყვარულს. რამდენადაც აი შეიძლება ბევრი რამეზე გული გეტკინათ, შეიძლება ბევრჯერ იყო მძიმე სიტუაციები თქვენ შორის, შეიძლება ბევრი რაღაცა იყო, ყველას თავისი რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ გააქვთ რაღაცა აი სუფთა გრძნობა, სუფთა სიყვარული, უანგარო მივეტყოდე რა, აი როგორც ბავშვს ხო იცით რომ ბავშვს თუ უყვარ ხარ, იმას რო კითხო რატომ გიყვარ ვარ, შეიძლება ბავშვი დაიბნეს, იმიტომ რომ პასუხი მაგას არ აქვს, არ იცის მაგან რატომ უნდა შეიძლება უყვარ, просто მიყვარს და მიყვარს. აი ეგ არის რა, რომ თქვენ ანუ თითქოს მოერიეთ თქვენს გულში ყველა ტკენა და ეს არ არის ამ შემთხვევაში სხვერფრის როლი, არა. ეს არის როცა მე უანგარო სიყვარული საერთოდ არის სულ სხვანაირი რაღაცა გამიგეთ? როცა შენ იცი რატომ გიყვარს ადამიანი, ეს უკვე არ არის. ეს უკვე ანგარიში არის, ხო რა? იმიტომ რომ თქვათ მე საჩუქრებს მიჩუქნის, იმიტომ რომ თქვათ ყურადღებას მაქვს. ეს სხვა, ეს არის უკვე ურთიერთობაში რაღაცა ქმედებები და სიყვარული ქმედება არ არის რა. აი რო იძახიან ზოგი რომ სიყვარული არის ზმნა არ არის სიყვარული. სიყვარული არის გრძნობა. ხო და შეიძლება ადამიანი სულაც არაფერს არ აკეთებდეს, მაგრამ შენ უბრალოდ გიყვარს და უკვე ქმედება ეს არის უკვე დამტკიცება რაღაცების, მიხვდეთ? ანუ არ უნდა გვერეოდეს, რომ სიყვარული არის უბრალოდ გრძნობა რა, რომელიც არის აი აქ და უკვე შენ რას გააკეთებ, ეს სხვა თემა არის და ამიტომ არ შეიძლება მე მაგათ მე პირადად არ ვეთანხმები იმას, რომ აი თუ ვუყვარ ვარ, აი ასე ვიზავ. თუ
ვუყვარ ვარ, აი ის არა. მე შეიძლება ვუყვარდე ადამიანს, ხო, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, რის გამოც ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს. ნუ თქვათ, ვუყვარ ვარ მთელი გულით, სულით თქვათ და, მაგრამ ნუ არ შეუძლია მაგას, ეხლა წავიდეს და მთვარე მომიტანოს სიტყვაზე. ან რაღაცა სახლი ამიშენოს ისეთი, სადაც არის თქვათ, ეხლა რა ვიცი მე რაღაც სასწაულები სიტყვაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ, არ უყვარხარ ადამიანს, გამიგეთ? ეს უკვე სხვა თემა. ამიტომ აი თქვენში ამას აფასებს, გამიგეთ? შეიძლება უბრალოდ აი ეს სუფთა სიყვარული რო გაქვთ. მიხვდეთ რა, რომ არ თქვათ, რომ აი არაფერი გაუკეთებია ჩემთვის და მე რატო უნდა მიყვარდეს? არა. აქ სიყვარული. უბრალოდ მიყვარხარ, რომ არსებობს. ხო შეიძლება? ხო არა ყავთ თქვენ ადამიანები ცხოვრებაში, რომ უბრალოდ გიყვართ, რომ არის, აი, ჩემთვის ხო ბევრს გიტყვია თქვენ, რომ მიყვარხარ, ხო? რატო? უბრალოდ რომ აი, ვარ, რაღაცას გაჩვენებთ, რაღაცას გელაპარაკებთ, აი ესე რა, ანუ აუცილებელი არ არის, რომ რაღაცა მე პირადად ხო არ მოგიტანე რაღაცა, თქვათ, ეხლა ოქროს ისე რა ქვია, რაღაცა, ხო? ნუ მიხვდეთ თქვენ ეხლა ჩემ ჭკვიანები ხართ, მიხვდეთ რასაც გულისხმობ. Так, შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ ანუ შემდეგი ანუ რას მიხვდა ის შენს მნიშვნელობაზე მის ცხოვრებაში. ანუ რას მიხვდა იცით, რომ აი ნამდვილად როგორი მნიშვნელობა თქვენ ხართ მისი მხსნელი. შეიძლება თქვენ აი აქ ვეტყოდე, რომ თქვენ ხართ ის ადამიანია, ვისი იმედიც ამას აქვს. იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ მას დაუდგეთ გვერდში, როცა თქვათ რამე პრობლემები აქვს. ან შეიძლება даже დაეხმაროთ, ხო? აქ არ არის სხვათა შორის აქ პენტაკლები არ არის, ამიტომ აქ გონებით შეიძლება რამე რჩევით, შეიძლება იცით თქვათ რაღაცა უცბად გამოსავალს ნახავთ რთული პერიოდიდან თქვათ აი როგორ შეიძლება თქვათ მე რა შემიძლია ნუ რჩევებით თუნდაც ხო თქვენ შეგიძლიათ რომ ადამიანს დაეხმაროთ აი ეს აი მისი იმედი რატომ აი ეს არის რა მოდის ეგეთი პასუხი რა აი აქ კიდე როგორი მომენტი იცით რატო გახდა ეს მაგისის მოულოდნელი იმიტომ რომ შეიძლება ამ ადამიანს ეგეთი სიყვარული არ შეხვედრია არასოდეს და არავის არ ანუ პირველად შეიძლება თვითონაც მიხვდა და გაიგო ის რომ შეიძლება მე ადამიანს უბრალოდ ვუყვარდე და ამიტომ ეს გაუკვირდე რომ შეიძლება ადამიანს ეგეთი რამე არასოდეს არ ქონია შეიძლება ამაზე ოცნებობდა რომ ვინმეს ვყვარებოდი უანგაროდ და მაგრამ თუ მის ცხოვრებაში ეს მოხდებოდა შეიძლება მაგისის ეს იყო მოულოდნელი და მაგით აი არის მოულოდნელი ასე რომ ვთქვათ, ხო? და აი აქ არის კიდე ეს იგი რა გაიგო ხა მაგან ანუ რა ქვია თქვენი პასზე რა რომ თქვენ ხართ აი რაღაცა ღვთის ადამიანი რომელიც აი თქვათ ღმერთმა გამომიგზავნა მე ესეთი ადამიანი ჩემი მშველელი ჩემი გული ჩემი სული და აქაც ნახეთ ამ ადამიანს ახლა არ ეგონა თუ საერთოდ ნუ რაღაცა შეიძლება არის თუ ეგეთი სიყვარული ვაფშე არსებობს რა არ ეგონა სხვათა შორის ახლა აი თქვენ აქ მაგას დაჟე ვიტყოდი რომ აი ხო თქვი და კურნავთ თქვენი სიყვარულით კურნავთ რა იმიტომ რომ მაგ ადამიანს სხვათა შორის თვითონ აქ ძალიან ბევრი როგორ იცით, ბევრი დაბრყოლებები, ბევრი ბლოკები აქვს, ბევრი რაღაცა შეიძლება უსამართლობა წდებოდა ცხოვრებაში, ბევრი შეიძლება აქ ვიღაცა შეიძლება даже დამოკიდებულიც არის ან იყო რაღაცებზე, მაგრამ აი ეს სიყვარული, რომელიც მაგის ცხოვრებაში შევიდა, ხო ეს სხვანაირი ენერგიებში აგდებს ამ ადამიანს რა და ნამდვილად აი ეს მარტოობა შეიძლება ქონდა ამ ადამიანს, უფულობად შეიძლება, ანუ ბევრი აქ ნახეთ როგორ არის, აქ даже გამოცდა არის ორივესთვის თქვენთვის რომ აი შენ შეგიძლია მიიღო ადამიანი უყოლა პროტეც რა ძალიან ადვილია გიყვარდეს ადამიანი რომელიც შენთვის ყველაფერს აკეთებს კოშკებს აშენებს და საჩუქრებს და ყურადღებას და რა ის ადვილია ასეთი ადამიანის სიყვარული აბა როგორ შეგიძლია შენ გიყვარდეს ადამიანი უბრალოდ იმიტომ რომ ის არსებობს რა შეიძლება ის ადამიანი ისეთი ენერგიებით შეგავსოს და ისე მოგიქცეს და ანუ მთავარი არის მე როგორ ვგრძნობ თავს იმ ადამიანის გვერდით გამიგეთ შეიძლება
ადამიანს ქონდეს მილიონები, მაგრამ შენ გრძნობს თავს ძალიან საშინლად, მაგრამ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს ეს მილიონები, მაგრამ ენერგია, მისი სიყვარული, მისი მიდგომა, ხო, შეგავსოს უფრო მეტად. ამიტომ ვინც ოცნებობს მილიონერებზე, არ გეგონოთ თქვენ, რომ იმ ადამიანებს აქვს, თქვათ, იმ მილიონებთან ერთად ის ენერგია, თქვათ, სიყვარულის არსებობენ ეგეთებიც, რაზე ელაპარაკე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა თემებიც არსებობს კიდე. ყველაზე ძალიან რა უკვე მაგას, ანუ ვეღარ უარყოფს, ასე რომ ვთქვათ. ყველაზე ძალიან რა არის? იცით რა არის? რომ თქვენ გაქვთ თქვენი აზრი. ყველაფერზე აბსოლუტურად, რომ თქვენ ხართ ეს ადამიანი, რომელიც დაიცავს თავის თავს. ანუ მაგას ვერ აიგნორებს რა, რომ უკვე შეიძლება თქვენს ხასიათს სხვათა შორის, რომ თქვენ ხართ მებრძოლი ადამიანი და ეგეთ შეიძლება, ან ხასიათა გოგო ხართ, ეგეთ შეიძლება იყოს აი აქ. იცით კიდე რას, ეს სხვათა შორის კიდე რა არის? აქ სხვათა შორის ადამიანი რას ხვდებოდა, იცით, რომ აი შენთან ბრძოლა არის აი სისულელე რა და უნდა შევცვალო მე ჩემი მიდგომა. შეიძლება მაგას გქონდა, აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ძალიან ისეთ საკმაოდ მძიმე კარმული გაკვეთილი გამოიარეთ ამ ადამიანთან რა და თქვენ თვითონ რომ შეიცვალეთ, თქვენ თვითონ რომ ბევრ რაღაცებს შეხედეთ სხვანაირად და მიდგომა სხვანაირი გაქვთ, ხო? აქ ადამიანმა მიხვდა, რომ აზრი არა აქვს ამასთან მე რომ ვიბრძოლო. აზრი არა აქვს, რომ მე მაგასთან თქვათ ახლა, ნუ ვთქვით, თქვა, რომ ვიმეთამაშოთ რა, რომ აი თქვათ, არა აქვს აზრი, იმიტომ რომ აქ უნდა შევცვალო მე ჩემი მიდგომა ყველანაირად, აი ამას აღიარებს ეს ადამიანი და ნამდვილად ეს ადამიანი სხვათა შორის მოდის თქვენთან სუფთა სიყვარულით, იმიტომ რომ აქ რა ის, აქ ძალიან დიდი კარმული თემები გაგავლილია, ეს აი უეჭველი რა. და იმიტომაც გვაჩვენეს ჩვენ, რომ თქვენ შორის რა ხდება და უნდა გრძნობდეთ თქვენ, რომ ეს თუ იყო პაუზა, ხო? ან თუ იყო, თქვათ, ახლა, ნუ დაგაშორეს, რომ თქვათ, შეიძლება თქვენ გაქვთ კომუნიკაცია, მაგრამ თქვათ, სხვადასხვადგან ცხოვრობთ, აქ მაინც თქვენ უნდა გრძნოთ, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცას ვგრძნობ, რომ ცვლილებები გველოდება და აი ზუსტად ამაში მიდის ეს ტრანსფორმაცია, რომ ეს ადამიანი ხვდება, რომ აზრი არა აქვს, რომ მაგასთან მე რაღაცა უხეში ვიყო, ან მასკები მქონდეს, ხო იცით, ეს ნიღაბს რო გააკეთებს ადამიანი, რომ შეიძლება თქვათ, შენ იცი, რომ ეს ძალიან თბილია, იცი, რომ ძალიან ესეთი აი კეთილია, ძალიან, მაგრამ აი შენთან დგას ესეთი რა და ან გარეთ გავა და ძალიან ესეთ ნიღაბს გაიკეთებს, რომ იტყვება, აი მე მეუკარებელია და რაღაცა, ხო, ხმალების მეფე ეგეთია რა. და ამიტომ ახლა მივხვდი, რომ შენთან აზრი არა აქვს, რომ უნდა ვაჩვენო მაგასაც მე ჩემი სუფთა სიყვარული და უკვე სხვანაირად, აი უფრო გახსნილი არის თქვენთან, უფრო აი თითქოს შეიძლება მზად არის, რომ გულის გასაღებიც მოგცეს, რომ იცოდეთ. ნუ ნახოთ ახლა როგორ იმოქმედებს ეს მის ქმედებაზე, ხო, როგორ იმოქმედებს ეს გააზრება. ქმედებით, აი როგორ იმოქმედებით, ქმედებით, აბსოლუტურად სხვანაირად ქმედება იქნება, აქ ადამიანი მართლა, ნუ ვისთან დასაბრუნებელია დაბრუნდება აუცილებლად და კი, აი თან ნახეთ ახლა აქ ადამიანი მართლა გულის გახსნა მიდის, სულის გახსნა მიდის და ნამდვილად უკვე ადამიანი ნახეთ არა იმიდან დაიწყებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას, თქვათ, იმ ნიღაბებისგან რა, რომ იმიტომ რომ შეიძლება, ნუ გქონდა აქ ყველას თავისი ტრავმები, პრობლემები, ნუ ასე შემდეგ, ანუ მივხვდი, რომ თქვენთან შეუძლია მაგან, რომ გახსნას თავისი გული. თქვენთან შეუძლია მას იყოს ისეთი, როგორიც არის. თქვენთან შეუძლია მას აი ყველანაირად აი თავისი თქვათ ახლა პრობლემებით, კივილები, რაღაცები, ყველაფერი შეუძლია რომ თქვენთან გაიზიაროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც მართლა უყვარ ხართ, ხო დაგანახათ თქვენ აი აქ რომ არ ელოდე მაგან, არ ეგონა მაგას თუ შეიძლება ვინმეს ასე უყვარდეს და
აი თქვენთან უკვე მივხვდე რომ ეს ნიღაბი არ არის საჭირო თქვენთან, ეს თამაში არ არის საჭირო თქვენთან და უკვე უნდა შევცვალოთ ჩემი მიდგომა და როგორც ადრე მოქმედებდე, ეგრე არ არის საჭირო უკვე. აქ არის საჭირო განახლებულად უნდა ვიმოქმედო და ვიქნებით, ბედნიერად რა, აქ ადამიანს უნდა თქვენთან ერთად ბედნიერება, რასაც მე თქვენ გისურვებთ.